გიგას ოპონენტი არის დავით ონამა რა. და ეხლა ვნახე ინტერვიუ რა. დავით არა ეს რა ქვია. დეივიდ ონამა რა. დავით არა ეს რა ქვია გურმან რა. ეხლა უყურებდი რა, მაგის ინტერვიუ ვნახე და პაходу ისა თაპოლოჯის უყურებდი რა და ხო რა, მოკლედ მარცხი აქვს იმასთან Nate Landwehr, Nate the Train. ხო გახსოვთ? Nate the Train. ხო, იყო M1-ის ჩემპიონი იყო ეგ. სანამ UFC-ში ჩამოვიდოდა რა. და ისა გიგაზე ძალიან კარგად ილაპარაკა გიგაზე რა, დიდი პატივისცემაო და სულ უყურებდიო გიგასო რა და სულ ვიცოდიო რომ შევხვდებოდიო რა გიგასო რა, აი სულ ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი და რომ დამირეკესო დაჟე ვარც გამიკვირდაო, მაგრამ მაგრა გამიხარდაო და ძალიან დიდ პატივისცემო რა და მაგ ბრძოლაზე რას ფიქრობ და ეგეთი კითხვა მაქვს გოჩასთან რა, მე მაინც ჟურნალისტი ვარ ძმაო რა, ხოლმე ხარ რაღაცა კითხვები უნდა ჩავაგდო ხოლმე, თორე გოჩ ხვიჩ თქვენ თუ გაქვთ ეგეთი გზნობა რა და თუ არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც ან ისურვებდით, რომ აი მომავალში გქონოდეთ ბრძოლა რა. იმიტომ კი არა რომ რაღაც პატივისცემით და რაღაც რა, იმიტომ ძალიან კარგად ილაპარაკა რა გიგაზე რა. და თუ არა და მაშინ რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე? სვისთან გინდა რომ იჩხუბო, ვისთან ხედავ? ანუ ჭუბი არა, მაგრამ უბრალოდ ინტერესი მაქვს მაგალითად ტოპ მებრძოლი მოჭიდავები ვინც არიან. თუკენ სპარინგი ჭუბზე ხარ მებრძოლში რომ ინტერესი მაქვს ჭუბის მეთი მაგას კი არა, მაგრამ უბრალოდ სპარინგი მასთან უბრალოდ მაინტერესებს. ხო არის ახლა ყველაზე მაგარი მოჭიდავი არის და ძალიან მაგარი კარდი აქვს და უბრალოდ მასთან სპარინგის გამოცდილებაც ძალიან მაგარია ჩემთან და ჩემთვის და ისე ახლა ვიჩხოდეს მასიანოთ უმარს, იმიტომ რომ ახლა მერაბისმელი უმარი ფიქრობ ჩემ ზონაში ყველაზე მაგარი მოჭიდავია. და დაუშვათ რომ აზერბაიჯანში ან საქართველოში ყოფილიყო მერაბის ბრძოლა და უცებ იძახიან რომ მერაბის ოპონენტი გამოერთო რა და short notice ჭირდება რა და შენ ხარ მაშინ უკვე 15-დან 0 ბანთამვეითი ხო აზე ხარ. აი რას აპირებს? არა, მან საერთოდ მაქვს ინტერესი რომ ქართულს სადმე შევხვდე რა. UFC-ს საჩემპიონო ჭუბის რო იყოს. არ მაქვს უბრალოდ ინტერესი რომ ქართულს ვეჭხუბო საერთოდ. შენ ხო არც მერაბისთან სპარინგი გამიწევდი ბათუმში თუ იქნება ამერიკაში თუ მოხდები, უბრალოდ მართლა მაინტერესებს რომ ანუ მეც ხა მოჭიდავი ვარ, ჭიდაობის სტილი მაქვს და მერაბი არის ამ ჭიდაობაში ყველაზე მაღალი ლეველი და უბრალოდ მაინტერესებს მასთან შედარებით რა დონეზე ვარ ეხლა რა. ხოჩა შენ ხო საერთოდ არცაგა ქართველთან ბრძოლაში. ჩვენ რო ვიყოთ ეხა ინტრიგანტი სასტავი, ჩავაგდები ზარი გოჩა. სამოყვარულო არ მაქვს, სამოყვარულო ჩხოდი ქართველთან და პროფესიონალებში ქართველთან არ ვქნა ჩხუბარ. ხო, ანუ შენი 7-დან 0 არც ერთი არ არის ქართველი. ქართველი ყველა უცხოელთან არის კი. საერთოდ. ყველა უცხოელთან არის. Nice one. და რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე და ანუ რო იძახიან რომ კლიკბეიტის თვალსაზრისით ჩემი აზრით ძალიან მაგარი არის ესეთი რაღაცეები. ჩვენ კლიკბეიტობას არ ვაწვევით რა. ხო ბაზარი არა. ხუმრობა გვიყვარს, მაგრამ კლიკბეიტინგები და რაღაც არა. ხუჭ რას ფიქრობ, ანუ ეხა არის პირველი ოპონენტი ჭიკაძის, რომელიც არ არის ტოპ 15-ში რა, მაგრამ ისე აწვევიან რომ პირიქით უნდათ რომ ფიქრობენ რომ ანუ ღირს ამ ბიჭისთვის შანსის მიცემა რა. და გიგას როგორც საჩუქარი ისე აძლევენ ახლა ჩემი აზრით, იმიტომ რომ გიგას მაინც სახელი აქვს რა და ტოპ 15-ში არის რა თქმა უნდა, ხო? გიგას ერთ-ერთი მებრძოლია, რომელიც მართლა ძალიან მაგრამ მუშაობს მისი მენეჯმენტი და თვით გიგა ჭიკაძე მის თავზე. ამიტომ ყველა აი როგორ გითხრა რა, ცუდი გაგების გარეშე, მაგრამ აზარტის გარეშე ვხედავ გიგას ბრძოლებს ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ვიცი რომ უპირატეს პოზიციაში იქნება რა გიგა. და ეს ჩემი აზრით გარდაუვალი არის, რომ ყველა ბრძოლაში ძალიან მაგრამ დგას სტილისტიკურად მისი მეტოქეებთან შედარებით. მისი მთელ კარიერას რო გადავხედოთ, ხო, აი როგორი მებრძოლები არის, როგორთანაც უნდა იჩხუბოს. რო გზა კარგად გაქონდეს გავლილი რა და მისი მენეჯერი მისი ფენები და თვით გიგაც კარგად მუშაობს ძალიან ჩემი თვალსაზრისით მაგაზე რომ სწორი მეტოქეები ყავდეს ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ სწორად რომ შედგეს გიგა ჭიკაძე როგორც მებრძოლი ასე რომ ვთქვათ და მისი კარიერაც როგორც შედგეს რა, ამიტომ
გიგაჭიკაძე არანაირი ნეგატივი არ არის ამაში, უბრალოდ გულისხმობ, რომ ქართველი UFC-ში მებრძოლეებიდან ხო ყველაზე ნაკლებს ემოციას განვისტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ემოციებს, სიხარულის ემოციებს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სანერვიულო მებრძოლე არის ჩემთვის, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ სწორად მოძრაობს, სწორად მოღვაწეობს, ჩემ მებრძოლესაც მასე ვამოძრავებდი. შანსი რომ მქონდეს მე გოჩას ყველას დგომის მებრძოლეებს ვაჩხუბებდი, რომ ყველა გადაიყვანოს და ყველა ვერავინ ვერ ეჭიდაოს. ბალადეც გიგაჭიკაძეს არ ვიცი, სიმართლე გითხრა არ ჩავხმავებული ვარ გიგაჭიკაძეს მეტოქეზე. მაგრამ უბრალოდ ძალიან სწორად და ძალიან ზუსტად მოძრავს. მე რომ მქონდეს მაგდენი საშუალება, გოჩასთან ყველა კამერამდე ყველა იჭხუბებდა, ისეთი ვინ ჭირდაობა არის ისე რომ ვთქვათ რა, ასე რომ ვთქვათ რა, სტილისტიკურად კომფორტული მაგას გულისხმობ რა ამ შემთხვევაში. და გიგაჭიკაძესგან რაც თავარი უნდა ვისწავლოთ, რომ არიჩქაროთ matchmaking-ზე, აერჩიეთ კომფორტული მებრძოლები, იმიტომ რომ ეს თქვენი სიცოცხლეა, თქვენი კარიერა, თქვენი ჯანმრთელობა არის, ასე რომ ვთქვათ რა. ყველა მის ბიზნესს აწვება. კი, მაგრამ ჩემი აზრით ხუჩი ეს ძალიან გადამწყვეტი ბრძოლა არის. ახლა ყველა ბრძოლა გადამწყვეტია და ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე გიგასთვის ხოაზე ხარ, ანუ სადაც არის ამ ეტაპზე, უკვე აქ მოგება ჩემი აზრით, რა ვიცი, კრიტიკულად ჭირდება. ანუ ამიტომ ჩავეძიე პროსტა იმ მომენტს, რომ გიგაჭიკაძეს მეტოქეებს ზოგადად ძალიან ღმათ არ უჯდები, არ უჯდები და არ ვიწყებ ისწავლას რა, მაგას გულისხმობდი რა, იმიტომ რომ მჯერავს, რომ გიგაჭიკაძე ზოგადად კომფორტულ ჩხუბს და კარგ ჩხუბს ჩაატარებს, ასე რომ ვთქვათ რა. თუმდაც არდონდალენი მეგონა რომ გიგაჭიკაძე უფრო მარტივად მოუგებდა, ასე რომ ვთქვათ, არდონდალენს რა, და სხვა შედეგი იქნებოდა მაგ ჩხუბიდან გამომდინარე რა. Kelvin Keiterიც ახას გიგაჭიკაძეს არ გლორიში რო იბრძვის და სერიოზული კიკბოქსერი და სადაც ჩოლებრივი MMA-ის მებრძოლე, ასე რომ ვთქვათ, და დგომში განსხვავება არის რა. ხარისხებში რა, როგორც ახლა სტრიტბოლის მოთამაშე და კალათბურთელი, ვაზე ხარ რა, დიდი განსხვავება არის. პროფი NBA-ის კალათბურთელი და ჩოლებრივი ზანგი რომელიც სტრიტბოლს მოთამაშობს იმაში რა. რა თქმა უნდა, გიგაჭიკაძესთან შედარებით ყველა დგომის მებრძოლე სტილისტიკურად ისე რა გამოიყურება, პოტენციალურად, ასე რომ ვთქვათ რა. მაგიტომ არ ჩავხმავებული ვარ ამ მეტოქეს. კი ბატონო, მესმის სასაცილო ძახი. მეც ახლა მე აზრით ეს ჩხუბია რომ თუ არის გიგაში დარჩენილი კიდე ერთი წრის მორთქმა ტოპ 5-ზე და კამრის ირგვლივ, ეს ის ჩხუბია, იდეალური ჩხუბია იმისათვის რომ აი ამ ჩხუბით დაიწყოს რა. ამ ჩხუბს თუ ფინიშით მოიგებს გიგა ხო? ჩემი აზრით ეგრევე ისევ გლებში იქნება საქმე ეგრევე რა, ეგრევე გადააგდებენ ტოპებში და თავიდან მოუწევს აი გზის გავლა რაც გაიარა კატარამდე რა და ვნახოთ. მე ყველაზე მეტად ინტერესი მკლავს. ეხა ეს ესეთი მოწინააღმდეგე არაა რომ რაღაცა ესეთი დააბრეიკდაუნ არის. მაღალი დონის საკმაოდ სახიფათო ბიჭია, არ არის იული ჩხუბი, მაგრამ გიგამ თუ ის გიგა ისევ არის, ისევ ცოცხალია მასში, რომელიც ბარბოსას ეჩხუბა, გიგამ ეს ბიჭი უნდა დამარხოს რა. და ჩხუბი როგორც დამთავრდება, მაგის მიხედვით მე უნდა დაუსვას გიგამ თავის თავს კითხვები, ჩვენც უნდა დაუსვათ ჩვენ თავს კითხვები გიგაზე, გიგას ირგვლივ გავაკეთოთ ანალიზი და ვნახოთ, ჯერ უნდა ეს ისეთი ჩხუბია. კუბამდე ბევრს ვერაფერს ვერ იტყვი, იქიდან გამომდინარე თუ რა მოხდა წინა წლებში, ხო? ეხლა უბრალოდ ველოდები რა მოხდება ამ კონკრეტულ ბრძოლაში. როგორი იქნება გიგა, იმიტომ რომ გიგა ეხლა რაც მართალია კატართან არ გავდა. არ იყო ის ბიჭი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და შეგვიყვარდა როგორც მებრძოლი, ხო? რა თქმა უნდა, გომის მებრძოლეს მე მეგონა გიგაჭიკაძე ყველა ნებისმიერ გომის მებრძოლეს თავისუფლად უნდა დაუდგეს UFC-ში. მაგრამ მაგ ბრძოლაში მართლა ძაღლი აჩვენა რა, თავის გულში ძაღლი როა, ეგ მაინც აჩვენა მაგ ბრძოლაში. კი, ეგ ახლა თავისთავად, კაცო, მაგაზე უყურე, ეგ ისეთი ლაპარაკია, უყურე UFC-ში რო ხარ და ტოპ 10-ში და ტოპ 5-ში რო იბრძვი, შენ ძაღლი ყავს თუ არა, მაგაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს რა. ბიჭო, აბა ლიონედორ შეხედე სად ყავდა ძაღლი თო. ბიჭო, ახლა ვერ გავიგე, ისეთ მოწინააღმდეგეს ებრძოდა, რომ მან ძაღლი გამოიყვანე და აფშარკა და გერმანული ვეგარი მაშინ დაიძინებდა მაშინ ძაღლი არ ყავდა ლიონედორს bro. He didn't have no dog. აი ბიჭო, ასეთ რაღაცებს რო ამბობ, მაგროს ბიჭდები, კაიგე. ცხოვრებაში ერთი წამი, რას ქვია დაიძინებდა. შენ იცი რომ დაიძინებდა, ძაღლი რო ყავდა დაიძინებდა, ერთი წამი და აიღე 1 საათი შეჩემა, ეხა 100 ვერ შემოხლევინებში.
ფრანტ ჩოუკიდან შენ იცი რომ ხერხემლის მალებს ამოგაძრობენ ტრაკიდან ხელი თუ არ დაუწყიცი ეგ rear naked choke-ის ხო არის უკინა რომ გახჩობენ და შეგიძლია დაიძინო კი შენ არც ეგ არა სასურველი და ეგ არაფერს არ ნიშნავს მაგრამ ფრანტ ჩოუკიდან ხელს რო არ დაარტყამ აი ამ ხერხემლის მალებს ამოგაძრობენ ბოლოს იქნება გამოსატანი ტრაკიდან ოპერაცია ისეთი იქნება რთული იმიტომ რომ ძაღლი ეგ არის მე რო ყლეზე გიქნა გაიგე თორე აგერ მაგარი ჩოუკი გამიკითა მე გოჩამ სასტუმროში და ეგრევე დავადე ხელით ეს ვინ არის ეს ვინ არის ბიჭო ეს რა ჭირი მჭირსო ბიჭო არის რომ ძაღლს დაინახა ბრძოლაში და ეხლა შენ თუ მეუბნები რომ ლიონ ედვარდსის ბრძოლაში ძაღლი დაინახე მაშინ ძმაო I don't know what to say. ლიონ ედვარდსის ბრძოლაში ამ ბრძოლაში შეიძლება ძაღლი ვერ დაინახე, მაგრამ ეგ იმიტომ ვერ დაინახე, რომ შომბრედი იყო ძალიან მაგარ ხოძე და არც კი ათადა. მაგის ძაღლს ყეფა იმ დღეს. ზარი არ არის, მაგრამ გენოლოგი იყო. ეს ბიჭო ეს არ მესმის, გაიგე? მოჭუბრების შეურაცხყოფას რო ცდილობთ, შენ და შენთან ადამიანები, როდესაც აბა რა არის ხა ეგ? აბა რა ანუ შიშა რა ნახე შეურაცხყოფა შეჩემა ერთი რაღაცა ვთქვი რომ იმ ბრძოლაში მეთქი კატარის ბრძოლაში დავინახეთ ძაღლი რო ყავს გულში მეთქი ჭიკაძეს მეთქი და მაგ შენ თქვი ყველა ძაღლი ყავსო და ყველა ბრძოლაში ძაღლი არ ჩანს და მოვიყვანე მაგალითი რომ აი ტოპ 10-ში მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ ეხა ჩვენ გურამიზე რომ ძაღლი არ ყავდა ამ ბოლო ბრძოლაში ხო ძაღლი ყავდა როგორ გეკადრება ბიჭოჩი აუ კაროჩე რა ძაღლი არ ყავდა რედი მიიღო რაზიანი მიიღო რამდენჯერ დაეცა შეჩემა და მაინც გააგზელა თო მოიცა რა კაროჩი და აბა ლიონ ედვარდსი ამას გავთიშავ ძმაო რა შეიძლება ფიზიკურად ვერ მაგრამ ერთი კნოპკა მაგ და დავაჭერ და всё ერთი წამ ანუ ლიონ ედვარდსმა შენი აზრით არის ბრძოლა იმ ჩოუკში რაშიც ეგ იყო ხო მან 100%-ით ყველა დანებდება, გაიგე? ყველა, ნები ვინც არ უნდა იყოს. ზოგი დანებდება, ზოგი დაიძინებს. ზოგი დანებდება, ზოგი გაიტრაუმება, იმიტომ რომ გამოშტერებულია და ეს არა ქვია. ეგ არის. ვერ დაიძინებ, ან ბიჭო, you tap out ან დაიძინებ. ის არის მოგწყდება, შვილო. ის არის მალებს ამოგაცლის, გაიგე? სერიოზულ ტრაუმას მიიღო, ვერ დაიძინებ. შენო კისერი მოიტეხო, ხტები შენ? მაგ ჩოუკში სანამ დაგეძინება მანამდე კისერი მოგწყდება, გაიგე? მე გიხსნი შენ, ფრანტ ჩოუკიდან, მithumedes მაკედან, როცა ძირს ხარ, ესეც კი არისო, ზემოდან რო ხარ და გახჩობენ გილეტინით, კიდე შეიძლება თეძოები გადაყარო მარჯვნივ, მარცხნივ და ეჯასტირება გააკეთო და გადაურჩე რა, მაგრამ ქვემოთ რო ხარ და კისერი ესე რო გაქვს, გაიგე? და ის რო ამხელა ჯანის კაცი რო კიდე კაჩავს. და შენ ხელს არ ურტყავ, იმიტომ რომ ძაღლი მაქვს, იძახი და კიდე ეოდები როდის დაგეძინება, ბოლოს საკუთარ ხერხემალს რო დაინახავ იმის ხელში, მე იქნება ძაღლი და ეძები აფჩარკა და ესა კავკასიური ნაგაზი და ესა რა. მე იქნება ძაღლი. break. კითხვა აქვს.